კამპანიაში შენგეხებას მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუმართლებლად მიაჩნიათ ქრისტიან დემოკრატების ინიციატივა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის პოლიტიკური უფლებების მინიჭების შესახებ. სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით ინიციატივა საფრთხის ქვეშ აყენებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, რაც მკვეთრად უარყოფით და დაისახება ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ უარი თქვან ქრისტიან დემოკრატების ინიციატივაზე. აღნიშნული ინიციატივა შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, რადგანაც დაუშვებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გავლენა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე. ეს არის დაუშვებელი და არ არის მიზანშეწონილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა იყოს მორგებული რაღაც გარკვეულ გარემოებებსა და ადამიანებს, ეს არის მიუღებელი და ვფიქრობთ, რომ კანონპროექტის ავტორებმა უნდა გამოითხოვონ ეს ინიციატივა უკან. პირს აძლევს უფლებას, რომ არჩეულ იქნას, მაგრამ არ აძლევს უფლებას, რომ მაგალითად მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ასევე სხვა კანონმდებლობიდან გამომდინარე გამოდის, რომ პირს ექნება უფლება, რომ არჩეულ იქნას, მაგრამ არ ექნება უფლება, რომ დააფინანსოს პოლიტიკური პროცესები, ასევე მაგალითად საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ იმისთვის ზუსტად, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გავლენა არ ქონდეთ, სერიოზული გავლენა არ ქონდეთ პოლიტიკაზე, მაგალითად პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეიძლება იყოს არჩეული, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა, ანუ საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ამასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს. და უცებ ჩვენ ვაძლევთ სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საერთოდ არ არის საქართველოს მოქალაქეს, უფლებას, რომ არჩეულ იქნას საქართველოს პარლამენტის წევრად. ეს ყველაფერი არის სრულიად ურთიერთგამომრიცხავი, არის ძალიან არათანმიმდევრული მიდგომა და ვფიქრობთ, რომ არის დაუშვებელი.